კაი გამარჯობა, მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა და დღეს ლიპარასკევობაა ჩემი გადაცემის დღე და მინდა დღეს წარმოგიდგინოთ ერთი მოთხრობა, ერთი წიგნის შემოკლებული, ადაპტირებული ვერსია, რომელსაც ქვია ახალი წლის მოლოდინში, ესე დაარქვეს. ეს არის ილია ჭავჭავაძის მოთხრობის ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილის ერთი ეპიზოდის მიხედვით შექმნილი წიგნი 2024 წელს არის შექმნილი ახალი წიგნია, რომელსაც მოყვება თან შესაფუთები, ამ წიგნს რო გახსნით ნახეთ, აი საჩუქრის შესაფუთები მოყვება, სტიკერები, მისალოცი ბარათი და რა თქმა უნდა თან რაც თავარია ტექსტი, რომელიც ეხლა უნდა წაგიკითხოთ. ახალი წლის მოლოდინში. დავიწყოთ? აი, დავიწყოთ. დავიწყოთ, ნახოთ ჩვენი ტექსტი. როგორ გამოიყურებოთ, თან ქართველი ილუსტრატორი არის სალომე ხოტივარი და ნახოთ როგორ იკითხება და ისმინება. დავიწყოთ, მზად ხართ? კარგით. ნახოთ. მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, რა გულის ფანცქალით ვნატრობდი ახალი წელი მალე გათნდეს მეთქი. კარგად მახსოვს ახალი წლის წინადღე და წინაღამე ჩვენს პატარა სოფელში, სადაც ბარტყებივით ვეხვეოდით დედმამას, 2 და და 3 ძმა. იმ დღეს ჩვენთან აღარც კაკანათი იყო, აღარც თოვლის გუნდა, აღარც თოლში ხტომა და სირბილი. გარეთ რა გვინდოდა, როცა შინ უამრავი ხილი და ტკბილეულობა გვეგულებოდა. შინ ოთახებში დავფუსფუსებდით, იქ იყო რაც იყო. აქ ალვახაზი ყოფილა ნადუღი თაფლისგან მომზადებული საახალწლო ტკბილეული. ხოდა აქ ალვახაზს ელდნენ, იქ ნუშდანიგოს არჩევდნენ გოზინაყისთვის, აქეთ უცეცხლო თაფლი თიც გვიქნევდა, მოდით, პირი ჩაიტკბარულნეთ, იქით კიდევ დედა ბუხარში თაფს ადნობდა და თაფლი თითქოს გვეუბნებოდა, დაიცადეთ ხვალამდე, დღეს მე თქვენთვის ვდნებიო. სიცილს ხარხარს და დედა შენიშვნებს ბოლო არ ქონდა. ჩვენც ვიცოდით, რომ არც დედა და არც მამა გულით არ გვიჯავდებოდნენ და ყველგან ხელებს ვაფათურებდით, რამე გასალოგს დავეძებდით. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ერთი ახალი წლის წინაღამე. ჩვენ პატარებს ხვალის ლოდინსა და მეტისმეტი გართობისაგან ძილი არ მოგვეკარა. დედამ რამდენჯერმე შეგვახსენა, წადით დაიძინეთო. ჩვენ კი ყელის გამოწევით ვეხვეწებოდით. აქ ვიქნებით რა, აქ ვიქნებით, არ გვეძინებაო. აი სტიკერებზე გადავშალე. დედა გოზინაყებისა და ალვახაზების სამზადისში იყო გართული. გარს ნუშით, ნიგზითა და თაფლით სავსე ჯამები და ბადიები და ტაბაკები ედგა. ბადია არის ჯამი და ტაბაკი კიდევ ღრმა თეფშია. მამა ოთახში ბოლთასას ცემდა, წინ და უკან მიმოდიოდა. უცებ ჩვენმა პატარა დამ, რომელიც ჯამებსა და ტაბაკებს შორის დაცუცუნებდა, ერთ უშველებელ ბადიას ფეხი წამოკრა და თაფლი დააქცია. დედას ძალიან ეწყინა და მამას გაჯავრებით უთხრა, თავიდან მომაშორეს ბაჯაჯღანები, გაიყვანე იქეთ ოთახში და ზღაპარი უამბე, იქნებ დაეძინო და მომასვენენო. მამაჩემა ძალიან კარგი ზღაპრები იცოდა და ჩვენც ძალიან გვიყვარდა მათი ყურის გდება. ამიტომაც ძალიან გაგვიხარდა, რომ დედა მამას ჩვენთვის ზღაპრის მოყოლა დაავალა. მიუცვივდით მამას, ზოგი ხელზე ჩამოვეკიდე, ზოგი ახალუხის კალთაზე და შევეხვეწეთ, მოგვიყევი რა მამილო ზღაპარი. დედა აქედან გვერეკება, ხელს მიშლითო და ზღაპარი მაინც მოგვიყევი რა, არ გვეძინება. კი ბატონო, აბა, წავიდეთ. მამა მეორე ოთახში გავიდა და ჩვენც გავყევით. აგიზგიზებული ბუხრის პირდაპირ ერთი გრძელი ტახტი იდგა. მამა ტახტზე მოიკეცა, ჩვენც გარშემო შემოუსხედით, ჩვენი პატარა და იდაყვებზე დაებჯინა. თავისი პატარა თავი ხელებზე ჩამოდო და ისე შეაჭყიდა მაყვალევით ჩავი თვალები, თითქოს მართლა ზღაპრის მოსმენა უნდოდა. არა და მას და მომდევნო მესამე ძმას 2 სიტყვის შემდეგ ჩაეძინებოდათ ხოლმე. აი ესე მოკალათ, ნე? და აქ თავდება ამ წიგნის ვერსია, ბოლოს ესეთი ტექსტი აქვს, რომ ზღაპარს, რომელიც ამ წინა საახალწლო სამზადისის დროს უამბო მამამ შვილებს, რომ გაიზრდები, მაშინ წაიკითხავ. პატარაზე მე მოგიყვებით, მაინც ვერ მოვითემინე, ხო? ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი როგორ გაგრძელდება, ხო? მამა უამბობს ესეთ რამეს, რომ ქვეყანასო ხშირად უჭირდაო საქართველოსო და როცა ქვეყანას უჭირდაო, მაშინ ღირსეული შვილებიო უფრო მოიმატებდნენო ქვეყანაშიო, მათი ძალა უფრო მოიმატებდაო და
ესეთი დრო იდგაო გიორგი მე-11-ო ესეთი მეფე როცა ყავდაო ქართველებსო მტერი შემოგვესიაო ყიზილბაშებიო ურიცხვი მტერი იყოო და ქართველების დადგნენო საომრადო მაგრამ ერთიო ძალიან ახალგაზრდა და ძლიერი ვაჟკაცი ყავდათო და ქართველებს მუსხსავლებდაო და ქართველები ცოტა შეშინდნენო და ამ დროს დაიძახესო ნიკოლოზი სად არის ნიკოლოზ გოსტასაბიშვილიო ის გვიშველისო ხო და ნიკოლოზი როგორც იქნა იპოვეს რომელიც ბრძოლაში გართულიყო და ხმალს წმენდა თავისი ჩოხის კალთაზე და თხოვეს რომ ნიკოლოზო დაგვეხმარო აი ესეთი ძლიერი მტერი ყავსო მოწინააღმდეგეო და ვერაფერს შვებითო არ შევარჩინოთო ქართველების სისხლიო ხო და ნიკოლოზი მოუთხა მე უკვე ცოტა მოუბერდიო ნახეო ლომივით ვაჟკაციო იმას მე როგორ მოვერევიო მაგრამ არ დაანებეს აბა რა ვქნათო ჩვენც ვერ ვერევითო წაგვახდინაო სულო და წამოვა ნიკოლოზი თურმე მიაგდებს ცხენს ერთს მოიგერიებს მის შეტევას მეორესაც მერე ცხენ მიწვდება თურმე მოწინააღმდეგეს და ერთსაც აიცილებს შუბს და ცხენიდან გადმოაგდებს მაგრამ მივა ყიზილბაშთან და ეტყვის რომ მეო დღეს არ მოგკლაო შენო გაგიშვებო და შენი ვაჟკაცობისთვის მიჩუქებიაო შენი სიცოცხლეო და გაუხარდება იმ ყიზილბაშ თურმე და ეტყვის რომ მეც ესეთი ღირსეული ვაჟკაცისგან ვისურვებდი სიცოცხლის ჩუქებას ესე ღირსეულად დამთავრდება ეს ზღაპარი ეს ამბავი რომელიც ნაწილი ამ წიგნშია მეორე ნაწილი კიდევ დეტალურად შეგიძლიათ თქვენც წაიკითხოთ კიდევ უფრო რომ გაიზრდებით მანამდე შეგიძლიათ სტიკერებით ნახატებით შესაფუთებით დატკბეთ და ეს წიგნი ახლოს გქონდეთ რომ გაიხსენოთ ხოლმე ახალი წლის ღამე და ახალი წლის მოლოდინში იყოთ იმიტომ რომ ეხლა ქვეყანაც ახალი წლის მოლოდინშია ახალი გამარჯვებების მოლოდინში კარგ დღეს და კარგ ამბებს გისურვებთ შემდეგი პარასკევამდე ნახვამდის